აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მიზნად აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზებას ითვალისწინებს. 2007 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისაც შეფასდა. საქართველოს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს 2011 წელს შეუერთდა. თუ დროულად მოხდება აუტიზმის ამ ფორმის გამოვლენა, 50% ამბავშვებისა სრულყოფილად ახერხებენ შემდგომ საზოგადოებაში დამკვიდრებას, სწავლას და სხვა შესაძლებლობების განვითარებას. ამიტომაც აუცილებელია უფრო მეტი ვიცოდეთ აუტიზმზე, რადგან დროულად მოახდინოთ პრევენცია და ჩარევა. ეს ბავშვები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვებისგან არაფრით არ განსხვავდებიან, ანუ ჩვეულებრივ იწყებენ სიარულს, მეტყველებას, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ხდება მეტყველების შეჩერება და იკეტებიან ეს ბავშვები თავის თავში. რაც უფრო ადრე იქნება გამოვლენილი და რაც უფრო ადრე იქნება ცნობილი, რომ აი ეს ბავშვს აქვს აუტიზმი, მით უფრო მეტი შანსია ფაქტიურად 80% არის შანსი, რომ ჩვეულებრივ თავისი ასაკის დონეზე განვითარდეს.